გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ესე იგი დღეს ჩვენ გერმანულ ენაში უნდა ვისწავლოთ მოდალური ზმნები. დღეს ვისწავლით რამდენიმე მოდალური ზმნას, ვისწავლით ამ ზმნების უღლებას და მერე რა თქმა უნდა ამ ზმნებს გამოვიყენებთ წინადადებებში. მოდით დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი პირველი მოდალური ზმნით და ეს არის müssen. ჯერ მოდით ვისწავლოთ რას ნიშნავს müssen, როგორ ითარგმნება müssen ქართულად და ასე შემდეგ. ნახეთ, müssen ქართულად ითარგმნება როგორც უნდა და ეს გამოხატავს ვალდებულებას. როდესაც ვამბობთ უნდა გავაკეთო, ვალდებული ვარ გავაკეთო. ახლა მოდით ვისწავლოთ müssen ამის უღლება. ნახეთ, müssen იღლება ასე, ახლა რასაც ეკრანზე ხედავთ. ესე იგი, ეს იქნება ich muss, du musst, du musst, sie, es muss. Sie, es am სამთანაც ისევ muss უნდა გამოვიყენოთ. Wir müssen, ihr müsst, sie müssen. ნახეთ, კიდევ ერთხელ მოდით გავიმეოროთ, ესე იგი ich muss, du musst, sie, es muss, wir müssen, ihr müsst, sie müssen. მაგალითად, აი თუ გახსოვთ, ადრე მაგალითად, როდესაც ვსწავლობდით ჩვენ მოდალურ ზმნებს, მაშინ ვსწავლობდით, ვისწავლეთ, რომ მოდალური ზმნის მერე, როდესაც ვიყენებთ მეორე ზმნას, მეორე ზმნა რჩება საწყის ფორმაში. ანუ მეორე ზმნას ფორმას აღარ ვცვლით. მაგალითად, აი მოდით ავიღოთ ერთ-ერთი ზმნა, მაგალითად წასვლა გერმანულად არის gehen. Gehen არის წასვლა. ახლა რა ხდება? ეს არის საწყის ფორმაში. Gehen წასვლა, აი ნახეთ, მე უნდა წავიდე გერმანულად იქნება ich muss gehen. Ich muss gehen, მე უნდა წავიდე. აქ muss ხომ არის მოდალური ზმნა. და gehen როგორც ხედავთ საწყის ფორმაშია გამოყენებული. Ich muss gehen, მე უნდა წავიდე. შენ უნდა წახვიდე გერმანულად იქნება du musst gehen. Du musst gehen, ანუ შენ უნდა წახვიდე. ან მაგალითად, შენ უნდა დაიძინო. დაძინება გერმანულად ეს არის schlafen, დაძინება schlafen და შენ უნდა დაიძინო გერმანულად იქნება du musst schlafen. Du musst schlafen, ანუ შენ უნდა დაიძინო. ან მაგალითად ნახეთ ასეთი წინადადება მაქვს ich muss etwas machen. Ich muss etwas machen. რამე უნდა გავაკეთო. მე რამე უნდა გავაკეთო. Ich muss etwas machen. მე რამე უნდა გავაკეთო. machen არის კეთება. machen არის კეთება და როგორც ხედავთ, საწყის ფორმაშია გამოყენებული და კიდევ სად არის გამოყენებული? გამოყენებულია ბოლოში. ესეც უნდა დაიმახსოვროთ, რომ როდესაც მოდალური ზმნის მერე გამოყენებული ზმნა, საწყის ფორმაში გამოყენებული ზმნა გვაქვს, ის ზმნა გამოიყენება ბოლოში. ამიტომაც ich muss etwas machen არის ბოლოში გამოყენებული, ანუ მე რამე უნდა გავაკეთო. ან მაგალითად ნახეთ, ich muss in die Schule gehen. Ich muss in die Schule ნიშნავს სკოლაში, gehen ანუ წასვლა. ანუ მე უნდა წავიდე სკოლაში. მე სკოლაში უნდა წავიდე. როგორც ხედავთ, gehen წასვლა საწყის ფორმაშია და გამოყენებულია ბოლოში. Ich muss in die Schule gehen. ანუ მე სკოლაში უნდა წავიდე. ან მაგალითად, ich muss Deutsch lernen. Ich muss Deutsch lernen. ანუ მე გერმანული უნდა ვისწავლო. Deutsch lernen არის გერმანული სწავლა, lernen არის სწავლა, როგორც ხედავთ, საწყის ფორმაშია გამოყენებული და ბოლოშია გამოყენებული. Ich muss Deutsch lernen. ანუ მე უნდა ვისწავლო გერმანული. ან du musst jetzt dein Zimmer aufräumen. Du musst jetzt dein Zimmer aufräumen. ანუ შენ ახლა უნდა დაალაგო შენი ოთახი. Jetzt ნიშნავს ახლა. Jetzt ახლა. Dein Zimmer ნიშნავს შენი ოთახი. Dein Zimmer შენი ოთახი. Dein შენი Zimmer ოთახი და aufräumen არის დალაგება. Aufräumen არის დალაგება. Aufräumen საწყისშია გამოყენებული და ბოლოშია გამოყენებული. Du musst jetzt dein Zimmer aufräumen. შენ ახლა შენი ოთახი უნდა დაალაგო. ან მაგალითად ნახეთ, ich bin krank, ანუ მე ვარ ავად, ich muss zum Arzt gehen, ანუ მე უნდა წავიდე ექიმთან. Ich muss zum Arzt ნიშნავს ექიმთან, gehen, ანუ წასვლა, ხო, წავიდე. Ich bin krank, მე ავად ვარ, მე ვარ ავად, krank, ანუ ავად, ich muss
zum Arzt gehen, ანუ ექიმთან უნდა წავიდე. ან ich muss arbeiten, უნდა ვიმუშაო. Ich muss arbeiten, უნდა ვიმუშაო. Arbeiten არის მუშაობა, საწყისშია გამოყენებული და ბოლოშია გამოყენებული. Ich muss arbeiten, მე უნდა ვიმუშაო. ნახეთ, ეს müssen, რა თქმა უნდა, ახალი მოდალურია. ანუ აქამდე ჩვენ სხვა მოდალური ზმნებიც გვაქვს მასწავლი, მაგრამ მე როგორც მახსოვს, müssen ეს არ გვქონდა მასწავლი. ანუ როგორც მახსოვს. ნახეთ, აქამდე რომელი მოდალური ზმნები გვქონდა ჩვენ მასწავლი? ჩვენ გვქონდა მასწავლი wollen, ანუ სურვილი, ხო? მე მინდა, შენ გინდა wollen. მოდით გავიმეოროთ ახლა. ჩვენი ძველი მოდალური ზმნები, მასწავლი, აქამდე მასწავლი მოდალური ზმნები. wollen არის სურვილი. wollen არის სურვილი. ახლა როგორი იუღლება wollen? აი ეს მოდალური ზმნა როგორი იუღლება? ნახეთ, მე მინდა გერმანულად არის ich will, შენ გინდა იქნება du willst, შენ გინდა და მას უნდა იქნება er will, sie will, es will. Er will, sie will, es will. ანუ მას უნდა. ჩვენ გვინდა იქნება wir wollen, ანუ ჩვენ გვინდა, თქვენ გინდათ, მრავლობითში იქნება ihr wollt, ანუ თქვენ გინდათ და მათ უნდათ იქნება sie wollen, ასევე გვაქვს თქვენობითი თავაზიანი ფორმა, აქაც თქვენ გინდათ იქნება sie wollen. ესე იგი ich will, du willst, er, sie, es will, wir wollen, ihr wollt, sie wollen. აი ეს არის ჩვენი ზმნა wollen, ანუ სურვილი. შემდეგი, რომელიც ასევე გვაქვს მასწავლი, ეს მოდალური ზმნა არის können, ანუ შეძლება. können. ახლა მოდით გავიხსენოთ ეს როგორი იუღლება. ეს იუღლება ასე. ich kann, ანუ მე შემიძლია. ich kann. შენ შეგიძლია იქნება du kannst. შენ შეგიძლია. მას შეუძლია იქნება er kann, sie kann, es kann. მას შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია wir können. თქვენ შეგიძლიათ, მრავლობითში იქნება ihr könnt. მათ შეუძლიათ იქნება sie können, ასევე თქვენობითი თავაზიანი ფორმა, თქვენ შეგიძლიათ, ესეც იქნება sie können. ესე იგი ich kann, du kannst, er, sie, es kann, wir können, ihr könnt, sie können. შემდეგი მოდალური ზმნა, რომელიც ჩვენ მასწავლი გვაქვს, აქამდე ეს იყო sollen. sollen ესეც ითარგმნებ როგორც უნდა, მაგრამ ეს ვალდებულებას არ გამოხატავს, როგორც müssen. ამას უფრო ჩვენ ვიყენებთ, როდესაც რჩევას ვაძლევთ სხვას. მაგალითად, ასე უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ვალდებული არ არის, რომ ზუსტად მასე გააკეთოს, როგორც ჩვენ ვეუბნებით, მაგრამ რჩევას ვაძლევთ. sollen. ახლა sollen როგორ იუღლება? ეს იუღლება ასე. ich soll, du sollst, er, sie, es soll, wir sollen, ihr sollt, sie sollen იქნება. ესე იგი ich soll, du sollst, er, sie, es soll, wir sollen, ihr sollt, sie sollen. შემდეგი ჩვენი მოდალური ზმნა, რომელიც ასევე გვაქვს მასწავლი, ეს არის dürfen. dürfen არის შეძლება, ანუ როცა რაღაც ნებადართულია. ანუ შემიძლია ამის კეთება, რადგან ეს ნებადართულია. არ არის აკრძალული, მაგრამ უარყოფითში, ამ მოდალური ზმნის უარყოფითში ნიშნავს, რომ ეს რაღაც აკრძალულია. ანუ ამის კეთება აკრძალულია. დადებითში კი ნებადართულია, არ არის აკრძალული, ანუ შემიძლია ამის კეთება. dürfen, ახლა როგორ იუღლება ეს მოდალური ზმნა? ეს მოდალური ზმნა იუღლება ასე, ich darf, du darfst, er, sie, es darf. Wir dürfen, ihr dürft, sie dürfen. ესეც კიდევ ერთხელ გავიმეორე, ესე იგი ich darf, du darfst, er, sie, es darf, wir dürfen, ihr dürft, sie dürfen. ეს იყო ჩვენი მოდალური ზმნა, dürfen და ბოლო მოდალური ზმნა, ეს არის mögen. mögen არის მოწონება.
mögen არის მოწონება. ახლა როგორ იუღლება ეს მოდალური ზმნა? ეს იუღლება ასე ich mag შენ მოგწონს იქნება du magst er sie es mag wir mögen ihr mögt sie mögen ესეც კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რადგან ეს არის ჩვენი ბოლო მოდალური ზმნა და ამით დავასრულებთ ჩვენს დღევანდელ გაკვეთილს. ესე იგი ich mag du magst er sie es mag wir mögen ihr mögt sie mögen. აი ეს იყო ჩვენი ბოლო დღევანდელი ჩვენი ბოლო მოდალური ზმნა, ესე იგი და ამით ჩვენ ვამთავრებთ, ვასრულებთ ჩვენს დღევანდელ გაკვეთილს და შევხვდებით მომდევნო გაკვეთილზე.